მოგესალმებით, დავბრუნდი ისევ Far Cry 1 ვიდეოთი. როგორც გითხარით, მე მგონი წინა ვიდეოში იყო თუ იმ წინა ვიდეოში, რომ ცოტა ხანი თუ არ ავიღე თამაშის რაღაც დასვენება, რაღაც შეგვულება, ისე არ გამოვათქო და ჩემი მენტალური მდგომარეობისთვის ძალიან ცუდი იქნება თქო, ხო და ავიღე დაახლოებით მე მგონი ერთი კვირა, რაღაც კვირანახევარი და დავბრუნდი ხა ისევ Far Cry 1-ით. იმიტომ რომ, რა ვიცი, არ მგონია რომ სასიამოვნო ყოფილიყო ეს თქვენთვისაც, რომ ყოველთვის კვდებოდი, ყოველთვის ნერვები მეშლებოდა და ასე შემდეგ. Ну, რა თქმა უნდა, ხა ეგ ისე გაგრძელდება და ისე მოგდები ორჯერ და ისე ნერვები მომეშლება, მაგრამ ცოტა ხანი რომ უფრო უკეთეს ხასიათზე ვიქნები, მე მგონი თქვენთვისაც უფრო უკეთესი არის. You'll have to destroy all the transmitters in the area. You'll be able to see them by locating their antenna masts. If I remember correctly, they were doing demolition work on the closest island. With luck, you can find some demolition packs there that you can use. მოკლედ მიმღებები არისო რაღაცებიო და ეს მისია რო შეასრულო, ეს მიმღები უნდა გაანადგურო ყველაო და როგორც მახსოვსო, ამ კონსოლზე ვეგენი აკეთებდნენ რაღაცა განადგურების მისიასო და შეგიძლიაო რომ მაგათი განადგურების მისიის ბომბები აიღო და მაგენით გაანადგურო მე ეგ ტრანსმიტერებიო. არ არის პრობლემა. ცოტა არ იყოს და ეს სენსიტივიტი ან რაღაც მოძრაობა ძალიან სწრაფი არის, თუმცა არა უშავს. და დაყენებული არის კიდე არასწორად რაღაცეები, იმიტომ რომ ეხლა როდის რო ვაწვევი არტენის. ამიტომ უნდა დავალოდო მგონი და როგორც აი. So, წესით სამი უნდა იყოს საკმარისი. I've got the explosives. Great. The first tower should be to the north. პირველი უნდა იყოს მე მგონი მარცხენა მხარესო თუ რაღაცა ვეგეთი. რეალურად ამათი მოკლე ხა არც არ შეამჭირდება მე, მაგრამ მაინც მოვიშოროთ, იმიტომ რომ აქეთ რომ მომიწევს დაბრუნება, მოხდებით. მერე შემიშლიან ხელს. კაი, გადავტანოთ და მოდი ახლა წავიდეთ ჩვენ აქეთ ხوارე, სადაც უნდა გავიდეთ. სხვა ახლა რა ხდება, ხო? რამე თუ შეიცვალა, ან რამაზე თუ მინდა რომ გელაპარაკოთ, ისეთი პრინციპში არაფერი, ну, გამოცდები მქონდა, მე მგონი ბოლოს რო ლაპარაკობდი, სამსახურის იყო თუ რის იყო, არ მახსოვს, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში გამოცდები მქონდა მაგ პერიოდში. აი. ხო და სამსახურის შევაბარე, რაც შეეხება თვითონ უნივერსიტეტის გამოცდებს, ეგენი ну, ერთი გამოცდა ძალით შევიტენე. დანარჩენები ну, ორი ჩავაბარე რა. ანუ გამოდის რომ 6 გამოცდიდან 4 შეტანილი მაქვს და 2 არის ჩაბარებული. ეგეც კიდე ძირითადად სამსახურის და ჯარის გამო. ანუ მინდა რომ თან სამსახურით შევინარჩუნო და მინდა რომ თან ჯარშიც არ ვიყოთ ყველად. ხო და შევიტენე ეგრე გამოდის ეგ საგრები. სხვადასხვის არ ვიცი ამ ჯარსთან რა შეეხება, ანუ რეგიონების მიხედვით სხვადასხვანაირად არის ეგ ჯარი თუ ყველა რეგიონში ერთი და იგივე არის. იმიტომ რომ ნათესავი არის ხა წასული და ანუ ტიპი კვდება. აუ, კაი რა. კაი, პრინციპში მეგონი უფრო მაწყობდა ეს, გააჩნია საერთოდ დამაწყებიოს, მაგრამ მეგონი უფრო მაწყობდა რომ ესე ყოფილიყო. I've got the explosives. Great. Got The first that. tower should be to the north. ხო და სხვა ვინც არის წასული, ну, მაგათად მეგობრებთ, მაგაც იყო კიდე წასული, იმანაც ისი ცოტა ისეთ ცუდ სიტუაციაში იყო, ესე ვიტყოდი, მაგრამ მეორეც მაგაცი არის წასული და ის უფრო უკეთეს სიტუაციაშია. ანუ ძალიან კარგად არისო ყველაფერიო, ისეთი არაფერი, ანუ ცოტა ეხლა რა თქმა უნდა სიმკაცრე არისო, მაგრამ ისეთი არაფერი, როგორც აი ხალხი ამბობსო, რომ აი კვდებითო და აღარ შეგვიძლიაო და საშინელება არისო და ასე შემდეგ. ხო და არ ვიცი, ანუ მანდ რეგიონების მიხედვით ხდება ეგრე თუ უნდა გაგემართლოს ან რაღაცა ეგეთი. რა თქმა უნდა, ხა მანდ ერთი ბატალიონი და ან ერთი სერჟანტი ან რაღაც ერთი ეგრე არ იქნება, ბევრი იქნება. მაგრამ მაინც თქვენ თუ გქონთ რამე გამოცდილება, ძალიან საინტერესო იქნება. მანქანების არხს კიდე რაც შეეხება, ანუ განხილვებს რაღაცებს რო ვაკეთებ. ჯერჯერობით 3 განხილვა მაქვს აკეთებული, ერთი ჩემი კამაროსი, მეორე მამაჩემი სუბაროსი, რომელიც არის სპორტი და ფორესტერი და მესამე ასევე მამაჩემის მანქანა, ну, ყოფილი მე მგონი თუ არ გაყიდე ხარ მახსოვს, ეგეც იყო Subaru XV. და ეხლა კიდე უნდა გადავიღო ასევე მამაჩემის მანქანა. მოიცა კატორიჟდები. ეგ არის ვсё. ეგ იქნება ასევე Subaru Forester 2015-იანი Touring-ი. რა ვიცი, სხვებსაც მივწერეს სხვადასხვის და ვუთხარი რომ მეთქი თუ შეიძლება რომ თქვენი მანქანა გადავიღოთ და მეუბნებიან რომ კი როგორ რაღაცა რა პრობლემა არისო გადაიღეო ჩვენი მანქანაო ესო, მაგრამ როცა უკვე საქმეზე მივოდა დავაპირებ მაგ მანქანების გადაღებას, ან მეტყვია რომ კიო გადაიღეო, ანუ მე თითქოს ესე გამოდის რომ
ვეღარ ვიღებ რა და მაგაში გულისხმობ იმას რომ აი წარმოიდგინე ხა კაცს რო ეუბნები თუ შეიძლება რომ შენი მანქანა გადავიღო და ნუ გეუბნება ადამიანი კი კაცო რა პრობლემა არის მაგრამ ნუ გადის მე 3 კვირა გადის თითქმის 1 თვე და მანქანას ვერ იღებ ან ხა ხო არ გაახსენდება რენდომად იმასაც რომ უი იცი რა არის აი 1 თვის მერე თურმე აგერ გიორგის მანქანა უნდა გადაიღო ჩემი და Got the explosives. მოდი თავიდან არ მივწერო რა ეგეთი რაღაც არ მგონია რომ მოხდეს ხო ნუ ეგ არის და ეგ რა კაი ხა მოდი იქ მივალ ბევრი ვარ ვიწოლო და კიდე ვარ მომიწიოს ანუ სიკვდილი და რაღაცეები და დაგებრუნდებით და მე კიდე გავაგზავნებ ლაბორატორს კაი მოვიდი აქამდე და ისევ ჩედი ჩავაგდე იმისი რომ არ მოვკვდე რა ანუ სიცოცხლე მაქვს ულევი ესე რო ვთქვათ ეგეც კიდე იმიტომ რომ კიდე რო დავუზუსტო მაინც ანუ მოიცა კაი ბომბა დადეო მანდოს რაღაც ქვემოთო და ყველაფერს დაანგრევსო ოკეი არ არის პრობლემა ხო როგორც გეუბნებოდით არ მოპირებ ხა ამ თამაშის მე რაღაც ჰარდკორზე გასვლას ანუ რეალურად ეხლა თამაშობ იზიზე რა ხო წარმოიდგინე ხა იზიზე როგორი რთული არის და ეს რო თამაშო ჰარდკორზე ან ჰარდზე მე ხო წარმოგიდგენიათ რა იქნება საერთოდ ხო და ასევე როგორც გეუბნებით არა ვარ ეხლა მე ისეთი ადამიანი ვინც Souls-like თამაშობს ანუ რაღაც Elden Rings და ეგეთ რაღაცებს Where now, Chief? ეხლა სადო There it is. მოიცერს წამიო Northwest of your current location. აი პირდაპირ არისო აი ალბათ ძალიან აურა მხელაზია ხო არ გადავ აი ესა მე მგონი ეხლა ეს თამაში რო იყოს რაღაც RPG თამაში ან რაღაც ეგეთი ან კიდე ვისომ შეიძლება რა რომ ითამაშო იზიზე ანუ medium-ზე ან hard-ზე მეგონი medium-ზე თამაშობს ყველა შორის ან რაღაც ეგეთი მაგრამ ან ფიზიკურად არ არის საჭირო რა ამ თამაში ესეთი სირთულე ეს არის story თამაში და რაში მჭირდება რომ ყოველ ერთ წუთში აჯერ მოგვდე არ ვიცი შეიძლება მე ვთამაშობ არასწორად და თქვენ თუ გქონდეთ თამაშები ეს თამაში არ უფრო მარტივად გადიხართ ხოლმე მაგრამ აუ ჩემი გამოცდილება ეგეთია რომ ყოველ ორ წუთში ვკლები ან არსაიდან ან საღაციდან ან ძალიან მარტივად თან ახლა კონტროლებიც არეული არის ზოგჯერ shift-ს რო ვაჭერ არ მიდის ან ჩერდება საერთოდ თუ დავუმიზნებ ან ახლა არ უმიზნებს მოძრაობაში არ ვიცი ეგ თამაშის ესეთი ტაქტიკა არის თუ ჩემი კონტროლები არის კიდე არეული მაგრამ ეგრე არის ხო ნუ მანქანებს კიდე რაც შეეხება საკმაოდ კარგად წავიდა სხვადასხვა ეგ ვიდეოები ანუ არ ველოდი იმდენად კარგად წავიდა მაგალითად თუ ეხა ჩემი ვარჯიშის რაღაცა ვიდეოები იყო რომელსაც ქონდა ხოლმე ძალიან ცოტა ნახვა სიტყვაზე რო ვთქვათ 500 ვარჯიშის ვიდეოებსაც შეეხება ვარჯიშის კი არა მანქანის ვიდეოებს აქვს შედარებით მეტი ნახვა აი მაგალითად 2000 არის ფაქტიურად ორივე ასული ანუ სულ როცა შეეხება კამაროსის სამწუხაროდ არა მაგრამ სიმართლე რო გითხრათ ეხა კამაროზე მაინც გული თითქოს არ მწყდებასავით აუ ეს რა აქ შევძლებ გადახტო მას კაი რა ხო არ გადავ ეხა იქ როგორ გავიდე მოიცა დავიჯერო იქიდან არის რამე ასასვლელი აქეთ ხარ ეს მაგრამ არ მგონია შანსი ეგრე არ იქნება ვაუ ან მომიწევს ხარო გავაკეთო რესპაუნი და გავჩნდე ალბათ ისევ მანდ ხო ეგ არ მქონდა მოკლედ უნდა წავსულიყავი ისე უკან ნუ წავსულიყავი რა უნდა გამაკეთებინა იქით ძველი ჩექპოინტიდან დაბრუნება იმიტომ რომ აქ ვერ გადავიდოდი ვერანაირად ძალიან სისულელი არის კიდე ეგეც შევარდი ისე მომიწევს კიდე კა ხო მოკლედ სისულელი არის კიდე ეგ მექანიკაც რომ იქ გამაჩინა რა რაღაც ჯანდაბაში გამაჩინა კი არა და ხოხტებით ეხა თქვენაც გულისხმობ რა რო ჩაინგრა ეს ხიდი კი როგორ არა შენ დამჭირ და ალბათ ბოლო არის ეგ როგორ მიყვარს ეს სუნიო The last tower is to the northeast of your current location. Move it. They're scrambling troops in your area. ძალიან მოგამშევდი კიდე კაი ძალიან მოგამშევდი და კიდე კაი რომ მოგდა
სამარსელსაც შეეხება მართლა კიდე. მაგაზე სხვადასხვა ვიდეოს გაკეთება მინდოდა. იმისი თუ რა ვიყიდე სამარსელზე ან შეიძლება გავაკეთო კიდეც პრინციპი, მაგრამ არ მგონია რა ვიცი, არ ვიცით მოგეწონებათ ეგ. ადრე ვიღებდი ხოლმე იმ ვიდეოებს თუ რას ყიდულობდი და მე მგონი ვახსენე კიდეც ვიდეოში რომ შეიძლება გავაკეთო ეგეთი ვიდეო, სადაც ვლაპარაკობ ან თუნდაც ვყიდულობ რაღაც თამაშებს Steam სამარსელზე თქო, მაგრამ მე მგონი გადავიფიქრე მე. ან არ გამახსენდა უბრალოდ. და ძალიან ცუდი არის. არა და საინტერესო იქნებოდა ალბათ. შეიძლება არ ყოფილიყო საინტერესო, მაგრამ მაინც გაიქნებოდა. ვაი. ეს უნდა გადავიყვანო, ხო ეს მოქანა. ნუ რეალურად არც არის საჭირო ალბათ, მაგრამ ვაუ. ამაგარი მექანიკა გაკეთებული, ანუ თამაში მაძლევს იმის საშუალებას რომ მანქანა გადავიყვანო, მაგრამ როგორც კი დავიზარი, მანქანა ეგრევე ჩავარდა ქვემოთ. კაი, მოდი. არ გვინდა ეგ საერთოდ, იმიტომ რომ ვერ მოვაბრუნე მაგის წესიერად ეს ნავი. პრინციპში მანქანა არ სამჭირდება, ახლოს არის. ხოდა, მოდი დავიდეთ. თქვენ თამაშები შეიძლება ისე დავუშვათ სამარსელზე. ბევრი კარგი ფასდებლება იყო. კიდე სხვადასხვა Modern Warfare რო ვითამაშე და წინა Winter Cell-ზე ვიყიდე. ეხლა კიდე იყო ერთი Modern Warfare, თუ არ მახსოვს რომელი Modern Warfare იყო, მე მგონი, რომელიღაცა Call of Duty იყო, სადაც იგივე პერსონაჟები არის, როგორც მახსოვს, ფასდeglebashi და $70 ნაცვლად იყო, მე მგონი, რო ღირდა $6 თუ 7 და რაღაცა. ძალიან მაგარი ფასდეgleba იყო რა და ხო ეგეც ვიყიდე. და მომავალში ალბათ ამასო დავხურავ ან Far Cry 2-ს დავხურავ ან რაღაც ეგრე, მაგ თამაშიც გადავიღებ და ეგეც კიდე იქნება მოკლედ ჩემს ახს ესე რომ თქვათ. Online თამაშების თამაში თითქოს უფრო მომწონს, რომ ვიდეოს სახითაც გადავიღო, იმიტომ რომ ნახეთ ამასო თამაშობ ხა და მე რაღაცა მე შეწყვეტა მაქვს ან სახლში მარტო არა ვარ ან რაღაც უნივერსიტეტიდან საქმეები მაქვს ან რაღაც მსგავსი ან თუნდაც სამსახურიდან. ვერ ვიღებ ხოლმე და წდება რა და ხალხი კიდე მე მოლოდინში არის. ნუ არ ვიცი ხა რამდენი მიყურებს მე და ასე შემდეგ, არ მინახე დიდი ხანია. მაგრამ უფრო მოლოდინში ხართ ხოლმე რომ რაღაცა ვიდეო გადავიღო სწორი თამაშზე. და online თამაში თუ იქნება რაღაცა სისულელე, მოკლედ დიდ ეხა შეიძლება აინტერესებდეს ვინმეს, მაგრამ მოლოდინში მაინც არ იქნებით იმისი რომ როდის დაიდება ისტორია მაინტერესებს, ხვდებით. თამაშებსაც შეიძლება კიდე მაგის გარდა რაც ვიყიდე, ძალიან ბევრი ვიყიდე სხვადასხვა. ნუ $70 მქონდა შენახული. გადანახული რა, რაც ვაგროვებდი კაი ხანი. Steam-ზე და ვიყიდე Sifu, ვიყიდე Last of Us-ის პირველი ნაწილი. სხვადასხვა შემიძლია რომ ბარემ მეორეც მეყიდა. მაგრამ უფრო პატარა თამაშები ვარჩიე რა და ბევრი. მოიცადეო. აქეთ არის რამე? ოკეი, წამო. რა საკეთებ? არ ვიცი. ულევი HP მოხდა და მაინც ვკვდები და მანქანა არ მიდის ვაჭირდა. კიდე კაი. იქეთ უნდა წავიდე, მე მგონი უმჯობესი იქნება ალბათ რომ წავიდე მაგეთ აი ამ ნავის დახმარებით. ალბათ ამის მეორე მხარეს არის. სხვადასხვა ამის მართლაც ძალიან ისეთი არის, რთული შედარებელი არის. მაგრამ ეს ხმა რატომღაც ძალიან მომწონს, აი თითქოს რაღაც ნოსტალგიური არის და თითქოს აი ძალიან გავს რეალურ ხმას. მოიცა რამის რა კარგად ვერ გავიგე, მე მგონი გემზე როა ხოლო. მანდაც დაამაგრეო ეგ ასაფეთქებელიო რა. აქედან წეს თუ დავიდე. თან დაასევა კიდე ძალიან კარგი. ნუ რაში მჭირდება ხა დაასევა პრინციპში, ანუ მაინც რომ კლავენ, მაგრამ რატომაც არა. უსაფრთხო დრო ვიყოთ. აქ უნდა დავამაგროთ რამე ზემოთ სადნა. კონი უფრო ზემოთ. Dead by Daylight-საც ალბათ გადავიღებ კიდე ერთს, არ ვიცი, ნახოთ, ეგ თამაში არ მომწონს და წაშლას ვაპირებ კაი ხანი არის, მაგრამ რაღაც დაბადების დღე არის რაღაც ისულელე და ბევრი რაღაცა დაამოდეს. ნუ ბევრი არა პრინციპში. უფრო სურვებისთვის ბჭყალებში რო თქვა, ანუ ვინც არის გადამშენები მაგათვის დაამოდეს, ვისაც თამაშები აქვს, თამაში მიხვდება რას გულისხმობ. როგორც ყოველთვის რა. ზოგადად მაგ თამაშში თუ რამეს ამატებენ ხოლმე, ყველაფერი არის.
25 წამიო, უნდა გავიქცე ახლა მაქედან. და შეიძლება ეს ადგილი უფრო უსაფრთხო იყოს აქეთ რა. ხო და მან მაგ თამაში ძირითად შემთხვევაში თუ რაღაცას დაამატებენ ხოლმე, კიდე გონებით ძირითადად არის ისე რომ მორგებული არიან სურვებს. ანუ ვინც უნდა გადარჩეს რა 4 ადამიანი რო თამაშობს იქ ადამიანი და ერთი მანიაკი. იმათვის არის სულ. Get us out of here. We've got incoming. Signal identified. It's Crow. Hang on. I'll take him down. მოგეთ ჩემი საქმე გავაკეთე და გამიყვანე ხა აქედან და მოიცადე უჯერ რომ ის დამხმარე ძალა მოდისო. ეს ჩემი არა ჩემი. ანუ ეს რაღაცა final boss-ივით არის, final boss-ი არა, mini boss-ივით. ულიმიტი ტყვეები მოხდა რა მაგარი რაღაცა. მაინც არ გვდება, მაგრამ ხომ აქვს ულიმიტი ტყვეები. არა პირებს ეს სიგრძეს. აი ნახე, რამდენი ტყვე დაჭირდა ხა რომ ეს მომეკლა და როგორ ელოდით რომ ამას ისე მოვკლავდი რა, ანუ თუნდაც შეთების გარეშე ესე რო ვთქვათ. He jumped. He's swimming for Pagao. What are you waiting for? Take him out. გადახტაო და For you first, Jack. He's shark food. გონი I'm sorry, გემზე Jack. მიდისო. We need some critical information. ეს არის ჩვენიანი? My colleague Dr. Anderson had with him. Fortunately, I know where he died. I'll lead you to the area where he was reported missing and help you find it by using the tracking system. Then I'll need you to upload it to my associates. I'll tell you when and how to do that once you've got the PDF. კაი, ვიღაცა მოკვდაო ერთ სიტყვით და დაგეხმარებიო რომ მიხვიდეო იქო და მისი გვამი ნახო. I was operating near this location as well. I've got no reports of anyone spotting her, so she must still be safe. Don't worry about her. Worry about yourself. Right. იმ გოგოზე ვლაპარაკობთ? მოგეთ ბოლოს აქ დავინახეთ ეგო, მაგრამ მაგაზე რომ ნუიღებთ მაგოგოზე შენ თავზე უფრო იღებლებოდა. კაიო. გასაგებიო. ეს რიჯენები და რაღაცეები. არ მოგდა? ანუ მე მგონია რომ ბევრად უფრო სასიამოვნო არის ამ ჩეთი თამაში რა, რომ ამას თამაშობ ესე რო თქვათ. მეგარებსო. ხო, ვიყიდე პირველი რემასტერდი, მინდოდა რომ კიდე სხვა PlayStation-ს თამაშები მე. PlayStation-ს გამახსნა კიდე მაგას რამდენი სალაპარაკო მაქვს. ეგ როგორ დამავიწყდა კაცო. ნუ თუ რა მაგას მე მეორე ვიდეოში ვილაპარაკებ კიდე. რაღაცას ვიგებ. ასასინებაო რამდენიმე ტრიჯერი ნახესო მაგ ადგილზეო და იყენებენო რაღაცა გაზებსო მაგათ ესანადგურებლად და ფრთულად იყავიო. ოკეი. სულაშორის არ ვიცი გამოგიცდია თუ არა, მაგრამ ის ადამიანთან ანუ დავუშვათ თუ ინგლისური იცი, არ არის მნიშვნელობა რა დონეზე არ უნდა იყოს რა, B1 იქნება, B2 იქნება, C1 იქნება. თუ ინგლისური იცი, მაგრამ გიწევს ლაპარაკი ის ადამიანთან, ვინც არის ინგლისური, თითქოს შტერდები რა. და რაც იცი C1-ზე ინგლისური სიტყვაზე ვთქვათ, ეგრევე გადადიხარ A2-ზე. იმიტომ რომ ის A2-ზე არის და თითქოს ან ტვინი რაღაცნაირად იმას ერგებოდა, რაც იცი სიტყვები და რაღაცები ყველაფერი გავიწყდება. თუ გამოგიცდიათ, ინგლისურზე არ არის მარტო ხა თქონდა საუბარი, ან რუსულზეც ეგრე არის. რუსული არ ვიცი ხომ კარგად, მაგრამ მაინც კარგად ვამბობ, ანუ A1-ზე ვიცი ალბათ ან A2-ზე რა, ძალიან ასე თუ ისე დაბალ დონეზე. მაგრამ ინგლისურზე გავამიცდი ეგრე ყოველ შემთხვევაში. კაი, აქაც უნდა შევანგრიოთ ხო ეს ალბათ, მაგრამ დინამიტი რო არ მაქვს. It looks like they blew the tunnel entrance. Well, if they blew it up to close it, maybe you can blow it open. Explosives are your friend, Jack. Use them. გასაგებია. მოკლედ შესასვლელთან ხარო. ზოგჯერ რაღაც ძალიან საფრთხე ფორმა რაღაც სიტყვებს რა. და ამან უთხრა რომ აუფეთქებიათ და ჩამომგრევეთ ყველაფერი და დაუკეტიათ რა შესასვლელიო და. ხო და შენ ააფეთქეო და გახსენიო შესასვლელიო. ხო იციო რომ ეგ ბომბებიო შენ მეგობრები არიანო.
ერთი პლუსი ამ თამაშს კიდე რაც აქვს არის რომ არის პატარა მოცულობით რა, ანუ დიდ ტევადობას არ იკავებს ახლა ეს ჩემ კომპიუტერში, მაგრამ აი Call of Duty იკავებს რაღაცა 130 გიგაბაიტს და ძალიან ბევრი იყო ეგ რა, ანუ ვიდეოს ვერ ვაედიტებდი, ვერაფერს ვერ ვიწერდი და ძალიან დისკომფორტს მიქმნიდა ეგ თამაში. მაგრამ ეს ნუ არაფერი ისეთი. კონი კიდე დაჩევაც. So. კაი, ბომბა სად არის ხლა აქ? So. Right, this'll do. კაი, წავით. რა ყოფილა იქ რა არის პრინციპში? აი, ხა მეც მაინტერესებს. ნახეთ თუ დააკვირდებით, რამდენად შეიცვალა ჩემი ხასიათიც. აი, იმის მერე რაც ეს შეთები ჩავრთე, ბევრად უფრო სასიამოვნო გახდა თამაშიც. ბევრად უფრო შეიცვალა ჩემი ხასიათიც და არ ვწუწუნებ და არ ვიძახი რაღაცებს, რომ აი ეს რაჯანდაბის თამაშია და ამას ამა თამაშებს და რაღაც ეგეთები. იმიტომ რომ მართლა ეგრეა რა, სისულელი არის უბრალოდ ამ თამაშის შეთების გარეშე თამაში. გავიჭედე, მაგრამ არ აუშვებს. პრინციპში ამათი მოკლა საერთოდ არ მჭირდება, ეხლა მე უცებ ამას გავაღებ და იქნება. Დიდი. I'm setting the charges. ისევ იმ კოლს ვეძებ თუ ანუ ვიშვეძებ ვერ გავიგე კარგად რა იქ. მაგრამ მაგას გავარკვევ ხა მალე. და მანქანებზე რო გონებოდი კიდე უცებ რო გადავხვდე ხა უკან, რადგან ვლაპარაკობდი, თურინგზე თუ არ მიხსენებია, მაგაზეც გადავიღე ვიდეოს მალე. ხვალანზე ეგ. PDF-იო არისო შენთან ახლოსო რა, ანუ ზუსტად ვერ გეუბნებიო სადო, მაგრამ ახლოს არისო მანდო. ამ გენსთან ახლა როგორ იყო აღარ მახსოვს. რეალურად ხარ ჭირდება პრობლემას არ ქნია, მაგრამ მაინც. ანუ ხوارი დავამთავრე რა სიტყვა რაც ვლაპარაკობ. PlayStation-ზე გადავედი, მაგრამ მან უბრალოდ მინდოდა რომ მეხსენებინა ისე ის თამაშები თუ რაც ვიყიდე. იმიტომ რომ PlayStation-ზე უკვე მე მეორე ვიდეოში ვლაპარაკობ. This place is crawling with trigens. ტრიჯენები ცავსია ეს ადგილია. მოიცა ჯერ არის. იერაღის გადაგდებოდა იმის აღება არ მინდა ეგ. სიფუ ვიყიდე, ჩხუბებზე თამაში არის ერთი, მაგის თამაში მინდოდა ყოველთვის კონტროლერებით რა. Last of Us-ი პირველი რემასტერი ვიყიდე, რომელსაც ალბათ დიდი ხანი კიდე არ ვითამაშებდი და ალბათ ყველა მიგდია იქ, მაგრამ მაინც Stray ვიყიდე. და კიდე რაღაც თამაშები, Warhammer ვიყიდე კიდე. My lungs are on fire. და ასე შემდეგ. მოგე დააფეთქეო ესო, მაგრამ რაღაც მინდა ეწი, ანუ გამოვედი და ამ შეთებით არც მიწევს ამაზე ფიქრი. ძალიან კაია. კიდე რა ვიყიდე, ძალიან ბევრი თამაში ვიყიდე და Devil May Cry ვიყიდე 5 მე მგონი რაღაც DLC-ებით. კიდე აღარ მახსოვს, კიდე რაღაცები ვიყიდე ძალიან ბევრი. ნუ ძირითადად უფრო პაჯა-პუჯა რაღაც სემიშკები, პატარა თამაშები, მაგრამ მაინც. რანაირად კაცო? ერთ თამაში როგორ მოგლა, როცა კიდე გეუბნებით ჩეთი მაქვს ჩაგდებული, რომ არ უნდა კვდებოდე. მოგod ვერ გაიგებ რა ამ თამაშს ერთი სიტყვით რო ვთქვათ. ანუ ვადა გავიდა ამ შეცუ რა ხდება? ის რაღაცა მინდა რომ მივიდე რა. არ მინდა რომ ეს ახლა ეს ნაწილი დავამთავრო ესე უაზროდ. რაღაცა კაცინი მაინც რო იყოს ან რაღაცა რო ხდებოდეს რა, ანუ არაფერი არ ხდება ახლა. ნუ კი ისტორიის მხრივ განვითარება არის, მაგრამ ძირითადად მაინც არაფერი არ ხდება. რაღაცა ძალიან ბევრი ბრძოლები არის აქ.
აი რა და ამის მოგებას წეროდით ახლა თქვენ ჩეთების გარეშე, აი ვისაც ეს თამაში ჩეთის გარეშე ნათამაშები აქვს და დანახურიც აქვს, რა ვიცი მაო აი ყოჩახ თქვენ, აი ყოჩახ თქვენ და ყოჩახ კიდე თქვენს ნერვებს რომ ამ თამაშს მართლა ეგრე გადიხართ ჩეთების გარეშე. კაი ბოლოს ამათმა მოუკლეს. აი კი. ანუ ამათ რამე ღმერთის ძალა აქვთ, რომ ჩეთის მიუხედავად მაინც მკლავენ თუ რა ხდება. კაი, ხა იქ შესვლა აღარ მინდა მე მოდი აქეთ წავალჯობია. იქ და ანუ არაფერი არ მისაქმეო ფიზიკურად. აი, ნუ როგორ ჩანს ისინი არ უნდა აი ესენი არ უნდა მომიახლოდნენ რა, ანუ ამათ აქვთ რაღაცა ღმერთის მოძებული ძალა. ახლა გადავრჩი. მაგრამ სულ ვერ გადავრჩები ესე. დაბსხად ნოიყო რა. თან ვერც გავიგე ხა დიდად სწორად მიდივარ თუ არა. Resident Evil-ის თამაშები ვიყიდე კიდე მართლა. ყველა ვიყიდე, ანუ აბსოლუტურად ფაქტიურად გარდა Requiem-ისა. ეხლა რო გამოვიდა, ანუ ეგ ზვირი იყო და არ მიწოდა ეხლა მაგის ულასაც. აი, კოორდინატები მოგეციო ეხაო და მაგეთ წადიო, წაბრძანდიო. ამგენთან მე არ მივედი იქ მეორედ რომ ეს კი დავუღლებით ხო და თვითონ მოვიდნენ ესენი ჩემთან. საინტერესო. ძალიან რაღაც უცნაურობებით სავსე თამაში არის და მოულოდნელობებითაც ასე. არა, ესენი არ მოსულან. ისინი სხვები იყვნენ კიდე ალბათ. რა უკვდავია ეს რა არის? ან მოკვდა ალბათ, მაგრამ არ ვიცი. გონი მოკვდნენ, მაგრამ გაჭედილი არიან? ხო, გაჭედილი არიან. კაი. ამაზე გამახსენდა კიდე ტუროკი, ვინც იცით ეგ თამაში. ტუროკი ქვია თუ ტარკოვი ქვია, რაღაც ეგრე ქვია რა მაგ თამაშს. აი, ძალიან ადრე თამაშობდი ხოლმე და ეხლა გამოდის მაგის ახალი ნაწილი. როდის აღარ მოხსოვს, მაგრამ ნუ გამოდის ახალი ნაწილი. ეხლა კიდე დღეს გამოდის Assassin's Creed-ის Black Flag-ი. ესე იგი, ყვავის სიგნალსო შენთან ახლოს გზნობო რა. You should be able to get down the river by boat pretty fast. The mobile uplink is downriver, and I don't think you want to swim. მოკლედ გემი თუ ზარმარტივად მიაგნებ ემოგვიცო. არ მგონია რომ მანდ ხა შენ ცურო მოგინდესო. კაი, ჯუხარჯობია რომ დავასრულო საერთოდ ეს ნაწილი, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან დიდი გამოდის და არ მინდა როგორც ხარით რომ ძალიან გავწელო ხოლმე ეს ეპიზოდები და ჯობია რომ დავასრულო, მგონი ამითი. იმედია ვიდეო მოგეწონოთ, თუ მოგეწონათ და ლაიქით, გამოიწერეთ არხი, ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ვიდეოში და დროებით.